ძვირფასო მაყურებლებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად გავმიხილავთ აზერბაიჯანის და ირანის ურთიერთობებს, ისევ რადგანაც აზერბაიჯანულ მედიაში ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომელიც შეეხება ირანს და საერთოდ რეგიონში ვითარებას. ამასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ვერსად ქართულენოვან მედია ანალიტიკურ სივრცეში ვერ შეხვდებით ანალიტიკას, ვარაუდობ, რომ დიდი ნაწილი უბრალოდ ამას უყურადღებოდ ტოვებს. მეორე ნაწილი კი სავარაუდოდ არ მიიჩნევს ამ თემას, ან მნიშვნელოვნად რომ მასზე აქცენტი გააკეთოს, ან უბრალოდ მიზანმიმართულად ამ თემაზე ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც უკვე აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქთიმაი TV ქვია, აზერბაიჯანში კონკრეტულად გაჩნდა ძალიან სერიოზული ტერმინოლოგია ჟურნალისტის მიერ, რომელმაც თქვა, სიტყვიერად წაგიკითხავთ ამას, მაგრამ შემდგომ უფრო დეტალურად შევეხებით. ეთერის დროს თქვა, რომ ჟურნალისტმა თებრიზი, ხოი, არდებილი, ურმია და ზენჯანი, ეს ყველაფერი არის ირანში მდებარე ქალაქები, არის ჭყალებში ისტორიული აზერბაიჯანული მიწები. სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად გავრცელდა ასევე ეს მონაკვეთი და აღსანიშნავი არის, რომ ჟურნალისტი არა მხოლოდ ამბობს, რომ ეს ისტორიული აზერბაიჯანული მიწებია, არამედ ამბობს, რომ საჭიროა მათი განთავისუფლება და ეს რიტორიკა, რა თქმა უნდა, როდესაც ჟღერს სახელმწიფო მედიაში, თორე კერძო მედიაში უკვე გარკვეული პერიოდია საკმაოდ აქტიურად ჟღერდა აზერბაიჯანში, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრის მანიშნებელია. თუმცა ახლა ჩვენ თქვენთან ერთად შევისწავლით დეტალურად, კონკრეტულად რა ითქვა სახელმწიფო მედიაში, კიდევ რა განხილვები არის საერთოდ აი ამ ეგრეთ წოდებული სამხრეთ აზერბაიჯანის თემაზე, რომელიც აქტიურად ვითარდება თავად აზერბაიჯანში და სხვა პარტიები, ჟურნალისტები, ანალიტიკური წრეები, მედიები რას აცხადებენ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. მე შევისწავლე ეს თემა დეტალურად, მოვამზადე ასეთი მონაცემები, რათა დღეს გაგიზიაროთ და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც იმის გააზრება, თუ რა ვითარება ხდება რეგიონში. კიდევ ერთხელ ნეიტრალურად აქ ემოციების გარეშე ვინმეს რაღაც პოზიტიურად ან ნეგატიურად შეფასების გარეშე ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ანალიტიკური პროცესი ზოგადად ემოციურ შეფასებებს ნაკლებად გულისხმობს. ცხადია, მეც ისევე როგორც ყველა ადამიანი შეიძლება ქონდეს ჩვენი პირადი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ახლა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის თავად ფაქტის გაანალიზება და კარგად გააზრება, რას ნიშნავს ეს, რა სცენარებს შეიძლება მოიცავდეს და რატომ ხდება ისე, როგორც ხდება და ასე შემდეგ. სანამ დავიწყებთ ძვირფასო მაყურებლებო დღევანდელ ჩვენ გადაცემას, გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ არხს ამ ვიდეოს მოწონებით, ანუ დალაიქებით, ასევე კომენტარების დაწერით, გამოიწერეთ ასევე არხი და გაწევრიანდით არხზე, გახდით არხის წევრი, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ ასევე ხარი დაუჭიროთ არხის შემდგომ განვითარებას და მიიღოთ საშუალება კიდევ უფრო დამატებითი ანალიტიკური მასალა ციხილოთ. დიდი მადლობა, ვინც ამას აკეთებს, ეს მნიშვნელოვანია და გადავდივართ ახლა უკვე უშუალოდ თემაზე. გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გარდა ამ მთავარი თემისა, რაც წეგან გითხარით, ჟურნალისტმა განაცხადა ეს, ესეც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებელის აზერბაიჯანში არის პრაქტიკულად სახელმწიფო თანამდებობის პირი, აი პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ ღიად სახელმწიფო მედიის თანამშრომელია. თუმცა აზერბაიჯანში ოდნავ კიდე სხვანაირად არის სისტემა მოწყობილი და იქ ოპოზიციურ მედიებშიც ეგეთი განწყობა არის რეალურად, მაგრამ აი სახელმწიფო მედიის ჟურნალისტი ამას თუ აცხადებს, ეს ნებადართული არის, ესე იგი, მთავრობის მიერ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ირანში მშვენივრად გაიაზრებენ, რომ ეს არის ნებადართული სწორედ ალიევის მთავრობის ხელისუფლების მიერ. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად იგივე იქციმაი TV-ის აი ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იყო სიუჟეტი ჯავად ატარ ნუსრატის შესახებ. ეს არის კონკრეტულად აზერბაიჯანელი, რომელიც არის წარმოშობით ქალაქ თაბრიზიდან
ანუ ირანში მდებარე ამ ქალაქიდან, სადაც ძირითადად თურქულენოვანი აზერბაიჯანელები ან აზერი ცხოვრობენ და რომელიც 30 წელია ცხოვრობს ბაქოში და აქვს ბიზნესი აქ. ის აცხადებს, რომ მისი შვილი და შვილიშვილები არიან ახლა თეირანში და ომის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ და ასევე საუბრობს აზერბაიჯანული მედიის, სახელმწიფო მედიის ეთერში, რომ დარტყმების შემდეგ, ანუ ომი რაც დაიწყო, ვერ უკავშირდება, რადგანაც შეზღუდვები არის მედიაზე და შესაბამისად უჭირს დაკავშირება, ქონდა ნაყიდი ბილეთები, რომ ბაქოში ჩამოსულიყვნენ, თუმცა ფრენები არ არის, ხოლო სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანთან, როგორც იცით, ჩაკეტილია აზერბაიჯანის ინიციატივით ჯერ კიდევ 2020 წლიდან იმ ესე იგი დაავადებიდან გამომდინარე, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო და იქ დღემდე ჩაკეტილს ტოვებენ საზღვარს. ნუსრატი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ ეს არის პირადი ტრაგედია, ეკონომიკური ტრაგედია, ირანში ის აზერბაიჯანში ვაჭრობს ირანული გარკვეული პროდუქტებით და ომის გამო დარღვეულია მიწოდება, ფასების ცვლილება მოხდა, ასე შემდეგ. ანუ ეკონომიკურ მდგენელზე საუბრობს და ინტერვიუს ბოლოს ამბობს, რომ თავს თვლის გაყოფილი აზერბაიჯანიდან, ანუ სამხრეთ აზერბაიჯანის ბშყალებში რეგიონიდან, გაყოფილი აზერბაიჯანიდან და ამბობს, რომ ირანის ეს პროვინციები არის ისტორიული ნაწილი აზერბაიჯანული ერის ან ხალხის. თუმცა პოლიტიკური ლოზუნგები არ ქონდა გაკეთებული. ნუ აი აქ ჩდება მთელი ლოგიკა. როდესაც ფაქტობრივად საუბრობთ ირანის აზერბაიჯანელზე, ის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ღიად ამბობს, რომ აი აზერბაიჯანელია, გაყოფილი აზერბაიჯანული ერი ეს კონტექსტი შემოაქვს, თუმცა ეს თავისი თავით, ნახეთ, არ გულისხმობს მაინც და მაინც, რომ გაყოფილი არის რომ ეს ირანის აზერბაიჯანი ჩამოართვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. იმიტომ რომ ირანში კი პირიქით არის წარმოდგენა, რომ ეს აზერბაიჯანიც იყო ირანის ნაწილი და რეალურად რუსეთ-სპარსეთის ომების დროს ეს რეგიონი ისევე როგორც სომხეთის ტერიტორია, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიამ იმ დროს დაიპყრო და წაართვა სპარსეთის იმპერიას. ხო და ამ ლოგიკის ფარგლებში ახლა სპარსეთი პირიქით ფიქრობს, ამ თხილი განცხადება გააკეთა ამ კონკრეტულმა ადამიანმა და რაღაც ეკონომიკურ ტრაგედიაზე საუბრობდა. აზერბაიჯანულ მედიაში აქცენტი იყო სწორედ გაყოფილ აზერბაიჯანელ ერზე, საკუთარი კონტექსტიდან, მაგრამ უკვე ჟურნალისტი შემდეგ ამატებს და ჟურნალისტი ამბობს ასეთ რამეს, რაც გითხარით წეღანაც და უფრო დეტალურად, რომ თებრიზი, ხოი, არდაბილი, ურმია და ზენჯანი, ეს არის 5 ძალიან დიდი ქალაქი, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა მონაკვეთში ირანის, მათ შორის კონკრეტულად თებრიზი ცენტრში მდებარეობს, აი ჩრდილო დასავლეთ ნაწილს თუ წარმოვიდგენთ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან საზღვარზე აი ამ რეგიონს, თებრიზი ცენტრში მდებარეობს, ხოი და ესე იგი ურმია დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, არდაბილი და ზენჯანი მდებარეობენ აღმოსავლეთ ნაწილში ამ რეგიონის. მთლიანად საუბარია რუკაზეც იქნება გამოტანილი ეს როგორც ამ ვიდეოს ქავერი, ანუ მთავარი ფოტო, აი ეს მთელი რეგიონი წითლად და აი იქ იქნება ასევე აღნიშნული და ძალიან მარტივად გასაგებია რა რეგიონზე არის საუბარი. ეს უკვე ბევრ ამას ნიშნავს, რადგანაც აზერბაიჯანმა პრაქტიკულად გაბედა ღიად უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამის თქმა. მაგრამ წარმოვიდგინეთ ახლა რა ხდება სხვა მედია სივრცეში და ამას ახლა დეტალურად გაგაცნობთ, რადგანაც იქ კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს პროცესები. და ნახეთ, მაგალითად პარტია, სამოქალაქო სოლიდარობის პარტია აკეთებს განცხადებას მუსავად ბის საიტზე, რომ საპასუხოდ ნახიჩევანზე დარტყმების შედეგად დრონების, რომ ირანი მტრულ პოლიტიკას ატარებს და ეს დარტყმა ნახიჩევანზე მაგაზე მეტყველებს, ირანში მოქალაქეების დიდი ნაწილის თურქების და აზერბაიჯანელების უფლებების უგულებელყოფა ხდება და სწორედ ამიტომ ავტორები თვლიან, რომ უნდა მოხდეს აჯანყება თავისუფლებისთვის ბჭყალებში და სამხრეთ აზერბაიჯანელებს აქვთ სახელმწიფო და
სამი ფერისგან შემდგარი დროშა, რომელიც მათ ყოველთვის მხარს დაუჭერთ. აქვე ამბობენ, რომ მოლას რეჟიმი ირანში მალე დაეცემა და ეს მოხდება თეირანის წინააღმდეგ თებრიზის დარტყმის შედეგად. ნუ ნახეთ რამხელა შეფასებები არის. ასევე საინტერესოა ესე იგი ინტერვიუ, რომელიც გიუნას TV-ს ხელმძღვანელმა აჰმად ობალიმ ესე იგი მისცა აი ამ ეთერში და გიუნას გადავთარგმნი გიუნეი აზერბაიჯან ნიშნავს სამხრეთ აზერბაიჯანს და მოკლედ არის გიუნ-აზ. ანუ სამხრეთ აზერბაიჯანის ტელევიზია, რომელიც თან ვრცელდება აი ამ ირანის რეგიონებზე. საინტერესოა, რომ აქ შეფასებულია ნახიჩევანზე დარტყმა დრონების, როგორც ბჭყალებში ისტორიული შანსი ირანის მოქალაქეებისთვის, ან ხალხებისთვის. მისი შეფასებით, ირანული ხელისუფლება დღეს დასუსტებულია, ეკონომიკა პარალიზებულია, ავიაცია რთულ ვითარებაშია, ჯარი საკმაოდ დასუსტებულია. ობალი ამბობს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში რეჟიმის დაშლა არის შესაძლებელი და მოუწოდებს აზერბაიჯანელებს, რომ დადგნენ ფეხზე და თურქეთის მხარდაჭერით მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ასევე აღიარებს, რომ ყველაზე ცუდ ვითარებაში უნდა მოითხოვონ ავტონომია ირანში, თუმცა ეს არის ცუდი ვითარებაო, რადგანაც ისტორიული შანსი არისო ახლა, რომელიც საუკუნეში ერთხელ მოდისო, რომ დამოუკიდებლობა მიიღონ სამხრეთ აზერბაიჯანელებმაო ბჭყალებში. შემდეგ მანსეთ აზის ესე იგი გამოცემა წერს ასეთ რაღაცას, რომ ეს ნახიჩევანზე ეს დარტყმები არის ისტორიული შესაძლებლობა ეროვნული ინტერესების რეალიზაციის. ირანს ადანაშაულებს ანტიაზერბაიჯანულ პოლიტიკაში, ყარაბაღელი ესე იგი სეპარატისტების მხარდაჭერაში და ტერაქტების ორგანიზებაში და ამბობს, რომ სამხრეთ აზერბაიჯანის თემაო არ არის კულტურული საკითხი, არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ეს ისტორიული შანსი ახლა ხელიდან თუ გავუშვითო, შემდეგში არ ვიცით როდის მივაღწევთო ამ მიზანს. და ეს სტატია მთავრდება სიტყვებით გიუნეი აზერბაიჯანინა აზატლიკ, რომელიც ითარგმნება როგორც თავისუფლება სამხრეთ აზერბაიჯანს ბჭყალებში. შემდეგ გიუნენსესი ინფო ავრცელებს ერთობის პარტიის განცხადებას, სადაც ედემ ისმაილ ბაკუვი აცხადებს, რომ ეს დარტყმა, რაც მოხდა ნახიჩევანში, მილიონობით აზერბაიჯანელი ირანში დისკრიმინაციის ქვეშ არის, მათი ენა და კულტურა მარგინალიზებულია და სწორედ ამ ვითარებაში არსებობს ისტორიული მომენტი ბჭყალებში, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოუწოდებს სამხრეთ თანამემამულეებს, რომ დადგნენ საკუთარი ერის დასაცავად. აქ სიტყვა დამოუკიდებლობა არ არის გამოყენებული, მაგრამ კონტექსტი გასაგებია. შემდეგ უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ იანვარში 2026 წლის პოლიტოლოგი აზერ ხესრეთი მუსავატ.com-ის ესე იგი სტატია, ანუ ამ სივრცეში გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოუწოდებს სამხრეთ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ და აქ არგუმენტები არის ირანში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ესე იგი დისკრიმინაცია. ასევე ახარ აზის ეთერში, ანუ საიტზე, ხო გასაგებია, რასაც გულისხმობ, ნათქვამი არის, რომ ესე იგი კომენტატორი აცხადებს, რომ ზენჯანი, არდაბილი, თებრიზი და სხვა ჩვენი ისტორიული მიწებია ბჭყალებში, თუმცა თან აცხადებდა, რომ ირანი თუ დაიშლება, ქაოსი იქნება, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიო. შემდეგ კიდევ ძალიან საინტერესო მონაცემები. Media News Asia 10 მარტს წერს, რომ 6 ირანული პროვინცია არის ისტორიული სამხრეთ აზერბაიჯანის ნაწილი და ეს პროვინციებია: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანი, ირანში დედაქალაქი თაბრიზი, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ურმია, შემდეგ არდებილი, ზენჯანი, ქეზვინი და ხამადანი. ანუ აქ ემატება ორი კიდევ ასეთი რაიონი.
ოლქი და საუბარია იმაზე, რომ ეს რეგიონები ისტორიულად დასახლებული არის თურქების მიერ და შესაბამისად არის თურქული მიწა. აა და რა თქმა უნდა, ის რომ აი ეს განცხადება, რომელიც აქამდე იყო Media News AZ-ზე მაგალითად და მერე უკვე სახელმწიფო მედიაში გაჟღერდა, ძალიან ბევრ ამას ცვლის და ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს. ასევე საინტერესოა, რა თქმა უნდა, და შეგახსენებთ, რომ იყო სამხრეთ აზერბაიჯანის კოორდინაციის პლატფორმის განცხადება მანამდე, კონკრეტულად ვინ არის ამ პლატფორმის წევრი, არ ვიცით, უბრალოდ ასეთი პლატფორმა არის სახელი და აქ ვიგებთ, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთის პრეზიდენტს წერილით მიმართეს რადიკალური ტერმინოლოგიით საკმაოდ და თქვეს, რომ ირანის ეს ტერიტორიები არის ისტორიული, ესე იგი, უძველესი თურქული მიწები და ირანი ატარებს აზერბაიჯანელების, თურქების გენოციდს. ეს ტერმინი გამოიყენეს და ამიტომ მოუწოდებენ თურქეთს, რომ დაეხმარონ მათ განთავისუფლებაში. ასევე ოპოზიციონერი აზერბაიჯანში სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი ალი ქერიმლი, რომელიც დაკავებულია, აცხადებს, ეთყობა ციხიდან, რომ თავდასხმა ნახიჩევანზე არის მტრობა ირანის მიერ და მოუწოდებს ესე იგი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისკენ თურქების სამხრეთ აზერბაიჯანში და ამ თემის მთავარი თემა ეს თემა რომ გახდეს. აქვე არის კიდევ რამდენიმე სტატია საინტერესო, რომელიც მეტნაკლებად დაბალანსებული განცხადებებით გამოვიდა პარალელურად. ზერკალო აზი მაგალითად ავრცელებს, რომ სამხრეთ აზერბაიჯანი არის კულტურული და ისტორიული რეგიონი და დამოუკიდებლობის საკითხი არ არის მთავარიო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ავტონომია, იყოს სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ანუ უფრო საუბრობენ ეკონომიკურ კონტექსტში და ახარ აზი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ესე იგი ფრთხილად უნდა ვიყოთ, ირანის დაშლა შეიძლება ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. საინტერესოა, რა თქმა უნდა, უცხოური მედიის შეფასებებიც, მოკლედ გეტყვით, ერთი მაგალითი, რაც ვიპოვე, არის რუსეთიდან კონკრეტულად ჟურნალისტი სერგეი მარდანი, რუსი პროპაგანდისტი, EA Daily-ის, ესე იგი, სტატიაში აცხადებს, რომ აზერბაიჯანი შეეცდება სამხრეთ აზერბაიჯანის შეერთებას, თუ ირანი საკმარისად დასუსტდება იქ, რადგანაც ცხოვრობს 15-20 მილიონი აზერბაიჯანელი. ანუ ეს არის გაცილებით უფრო ეს ექსპერტული შეფასება და არა კონკრეტული რაიმე შეფასება და ინსტაგრამში და ტელეგრამში ძალიან აქტიურად ვრცელდება მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლა, რომელიც ჰქონდა მას აი ამ უშიშროების საბჭოზე, რომელიც გაიმართა ნახიჩევანში დარწმების შემდეგ და იქ ისაუბრა, რომ ეს რკინის მუშტი, ანუ რაც სიმბოლოდ აქციეს ყარაბაღის ომის და გამარჯვების, თუ ვინმეს დაავიწყდაო, ვაჩვენებთ და რაღაც მსგავსი და შესაბამისად აი ამ რაღაც ფოტოებს, ვიდეოებს ამ თემაზე ავრცელებენ აქტიურად და კონტექსტი არის საკმაოდ ესეთი მილიტარიზირებული ამ მიმართულებით. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ასეთი არის პროცესები, ხედავთ, რომ ჟღერს ყველაზე ხშირად ტერმინები ისტორიული სამართლიანობა, ისტორიული შანსი, ძმების მხარდაჭერა სამხრეთ ნაწილში, ირანის დაშლის საფრთხეებზეც საუბრობენ, მაგრამ შესაძლებლობებზეც და ჰუმანიტარულ მდგომარეობასაც. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო გააქტიურდა ნახიჩევანში დარტყმების შემდეგ. ნახიჩევანში დარტყმები კონკრეტულად ვინ განახორციელა ან ასე ვთქვათ, ვინ ისარგებლა, ეს უფრო მთავარი არის ჩემთვის ვინ ისარგებლა, ვიდრე რა მოხდა იქ, იმიტომ რომ ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, მაგრამ ის რომ აზერბაიჯანი ამით სარგებლობს ჯერ კიდევ და ისარგებლა აზერბაიჯანმა, ეს არის ფაქტი ჩემი აზრით და მედია სივრცეში ასეთი განცხადებებიც თან შეიარაღებული ძალები, რომ ნომერ პირველ მზადყოფნის რეჟიმში არის გადაყვანილი, ამის ფონზე და ღია მოწოდებები, ესე იგი სეპარატიზმის ღია მოწოდებები განთავისუფლების სამხრეთ აზერბაიჯანის ბჭყალებში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი სრულიად გასაგებად ქმნის ახლა საშიშროებას იმისა, რომ შესაძლებელი არის გარკვეული მოქმედებები ამ მიმართულებით. ჩვენ თქვენთან ერთად
გავაგრძელებთ ამ საკითხის ანალიზს, დაკვირვებას და თუ იქნება ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებები, აუცილებლად შეგატყობინებთ. გეტყვით, რომ აზერბაიჯანული მედია მაგალითად მინვალაზი წერს, რომ ირანის საზღვარზე მდებარე ირანული ჯარები ახლა ოდნავ უკან არიან ასე ვთქვათ, გადასული საზღვრიდან და ბუნკერებში იმყოფებიან. ეს ყველაფერიო აზერბაიჯანის პრეზიდენტის გაფრთხილების შემდეგ მოხდა. ესეც ანუ ფაქტია, რომ აკვირდება აზერბაიჯანი ირანის ჯარების გადალაგებას, განთავსებას და ასე შემდეგ და მდგომარეობა დაძაბულია, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ჯარიც იქვეა მობილიზირებული და რა თქმა უნდა საინტერესოა როგორ განვითარდება პროცესები, ამას დავაკვირდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო, შევხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.